ბრალდებული ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღესაც გაგრძელდა. სხდომა ამ წუთებშიც მიმდინარეობს. დღეს უნდა გახდეს ცნობილი ლევან ჯანგველაძის მკვლელობის შესახებ არსებული რა მტკიცებულებები ჩაიდება ამ საქმეში. მხარეებმა გუშინდელ სხდომაზე რამდენიმე მოწმის ამოღების შესახებ შუამდგომლობები დააყენეს. მაგალითად, პროკურატურა მოითხოვს მასალებს არ დაერთოს რუსეთში მცხოვრები ირაკლი უსოიანის ჩვენება, რომელიც კრიმინალური ავტორიტეტის დედ ჰასანის შვილიშვილია. უსოიანი ამ საქმეში ფარცხალაძის გარემოცვის წევრად ფიგურირებს და არ არის გამორიცხული ბრალი უახლეს მომავალში მასაც წაუყენონ. შეგახსენებთ, რომ ყოფილი გენერალური პროკურორი პროკურატურას ლევან ჯანგველაძის მკვლელობის დამკვეთად ყავს დასახელებული. დღევანდელ სხდომასაც ჩემი კოლეგა დია ბაძაღუა ესწრება, ის პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება ახლა და მოგუყვება რა გადაწყვეტილებები მიიღო სასამართლომ საქმის მასალებთან დაკავშირებით. თბილისის საქალაქო სასამართლოში დაახლოებით 2 საათია, რაც ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის პროცესი მიმდინარეობს. დღეს მხარეები კვლავ მსჯელობენ მტკიცებულებათა დასაშვებობასთან დაკავშირებით. ჯერჯერობით არ დასრულებულა ეს პროცესი და გეტყვით ამ სხდომის დეტალებს. მხარეები მოითხოვენ კონკრეტული მტკიცებულებების დაუშვებლობას. მაგალითად, დაცვის მხარე მოითხოვს, რომ დაუშვებლად იქნას ცნობილი ბრალდების მხარის მტკიცებულება როზა ნარცისოვასა და ილია მიკულსკის ჩვენებები, რომლებიც 2025 წლის დეკემბრის ბოლოს ჩამოვიდნენ საქართველოში, დაიკითხნენ და ამის შემდგომ წაუყენეს ბრალი ოთარ რომანოვ-ფარცხალაძეს. თუმცა ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ ბრალის წარდგენა ყოფილი გენერალური პროკურორისთვის მოხდა არა მხოლოდ ამ კონკრეტული 2 ჩვენების, არამედ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე. რაც შეეხება ბრალდების მხარის მტკიცებულებებს, დაცვის მხარე მოითხოვს ამ მტკიცებულებების, კონკრეტული მტკიცებულებების ჩადებას საქმეში. ბრალდების მხარე კი მოითხოვს, რომ დაუშვებლად იქნას ცნობილი ის მტკიცებულებები, რომლებიც საგამოძიებო მოქმედებების შედეგად იქნა მოპოვებული, რომელიც დაცვის მხარემ ჩაატარა რუსეთში. მათ შორის არის 2 ჩვენება, მაგალითად, მამუკა ფიფიასა და ირაკლი უსოიანის ჩვენებები. ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ უკანონოდ არის ეს კონკრეტული მტკიცებულებები მოპოვებული დაცვის მხარის მიერ, რადგან საქართველოს არ აქვს სამართლებრივი და იურიდიული ურთიერთობები რუსეთთან, შესაბამისად უკანონოდ არის ეს კონკრეტული მტკიცებულებები მოპოვებული. ამასთან დაკავშირებით პოლემიკა არის ორივე მხარეს შორის სხდომათა დარბაზში ამ წუთებში და სხდომის დასრულების შემდგომ გახდება რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე ლელა კალიჩენკო. მანამდე კი გეტყვით ასევე კიდევ ერთხელ ილია მიკულსკისა და როზა ნარცისოვას ჩვენებებთან დაკავშირებით დაცვის მხარე ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის ადვოკატები თვლიან, რომ ეს არის ხელოვნურად შექმნილი მტკიცებულება ბრალდების მხარის მიერ. დაცვის მხარეს უფლება აქვს დამოუკიდებლად მოიპოვოს მტკიცებულებები და წარადგინოს სასამართლოში. მისკის კონვენცია საერთაშორისო დახმარების შესახებ კანონმდებლობა, რომელზეც ბრალდების მხარე აპელირებს. ეს არის სახელმწიფოთა შორის ურთიერთობა და ამასთან დაკავშირებით ამ კანონმდებლობით აკრძალული არ არის, რომ დაცვის მხარეს უფლება არ აქვს მოიპოვოს მტკიცებულება. დაცვის მხარეს საკანონმდებლო დანაწესები აძლევს სრულ უფლებას, რომ ტერიტორიული პრინციპის შეუზღუდავად მოიპოვოს მასალები დამოუკიდებლად და წარადგინოს სასამართლოში, სადაც ავქენტურობის ნაწილი დაცულია. ეს არის სახელმწიფო ბრალდების მხრიდან გაუმართლებელი ბარიერის შექმნა, რომელიც ფაქტობრივად შეიძლება იმედს ვიტოვებ, რომ სასამართლოს მიერ არ იქნება გაზიარებული. კიდევ ერთხელ განმარტავ, რომ ეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები არაფრის არც მტკიცებულება არის კონკრეტულად, არც არაფერს არ ამტკიცებს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ კანონის წინაშე თანასწორები ვარ და ორივე მხარე ვალდებული ვართ მოვიპოვოთ კანონის დაცვის მტკიცებულება, ამიტომ ბრალდების მხარე დაასაბუთებს კიდევ ერთხელ, რომ კანონდარღვევით აქვს მოპოვებული მტკიცებულება. წესით მტკიცებულებათა დასაშვებობასთან დაკავშირებით მსჯელობა ამ საქმეზე დღეს უნდა დასრულდეს, რის შემდეგაც საქმე უკვე გადავა არსებითად განხილვის ეტაპზე და დღევანდელი სხდომის დასრულების შემდგომ გახდება ცნობილი რა მტკიცებულებებს დაურთავს საქმეს მოსამართლე ლელა კალიჩენკო. მაყურებელს შევახსენებ, რომ ოთარ რომანოვ-ფარცხალაძეს ყოფილ გენერალურ პროკურორს ბრალდების მხარე ედავება ლევან ჯანგველაძის ანგარებით და განზრახ მკვლელობის ორგანიზებას, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ყოფილი გენერალური პროკურორი ამჟამად იმყოფება რუსეთში და მის მიმართ ძებნაა გამოცხადებული.